თქვენ აი ხო ხედავ აი უყურე როგორ არის მომავალი თაობის არის ეს ქვეყანა ზოგი ამბობს რომ კომპანიაში უნდა მოიყვანო ადამიანი რომელმაც 3 ფუთი მარილი ჭამა არ უნდა მას 3 ფუთის მარილი ჭამის დრო წავიდა ახლა მოდიან ახალგაზრდები რომლებიც არიან განათლებულები და უფრო ითვისებენ რაც საჭიროა საქმისთვის და სწავლობენ ხო ჩვენი დრო სხვა დრო იყო დღეს სხვა დროა ხვალ კიდე უფრო სხვა დრო მოდის მოკლედ იმდენად ყმაყოფილი ვარ ამ გაყიდვების არ ვიცი ერთი გაყიდვების ყმაყოფილი ვარ მაგრამ უყურე როგორ არის რაც არ უნდა კონდეს ნივთი გასაყიდი თუ ის ნივთი კარგად არ შეფუთე და კარგად არ აუხსენი ადამიანს რომ ეს ნივთი შენ სარგებელს მოგიტანს არ იყიდის უნდა დაუმტკიცო ამას ანი პირველი დღიდან ყველაფერს ახერხებს და მთელი ჩვენი გუნდი აი ამ გუნდს დიდ მადლობას გიხდით უყურეთ რა არის პირველი ცხოვრებაში არის ნდობის მოპოვება მე გითხარი დღეს სუფრაზე ნდობა რომ მოიპოვო გინდა 1 საუკუნე და საქმის გაფუჭებას უნდა 1 წუთი აქედან გამომდინარე ნდობა უნდა მოიპოვო და ეს ნდობა უნდა შეინარჩუნო ანიმ ქუთაისის ფილიალში ჩათვალე რომ იმდენად ბევრი ავტომობილი გაყიდა ჩვენ ვფიქრობთ რომ მომავალში უფრო მეტი დიდი ცენტრი მქონდეს და გავაფართოვოთ და მაკეტი ამას წინა ჩვენ ვაჩვენებ და გვექნება ძალიან დიდი ცენტრიც ამ ეტაპისთვის ეს აკმაყოფილებს იმას რაც ჩვენ გვჭირდება აი ნახეთ როგორ აქვს აწყობილი ყველაფერი მოდი ანი აი როგორ არის აწყობილი აქ ყველაფერი ავტომობილები არის გარეცხილი გაწკრიალებული აი წარმოიდგინეთ იქ ერთი მანქანა გვაკლია აქ მეორე გვაკლია იქ მესამე რატო იმდენ მანქანას ყიდის რომ ვერ ვასწრებთ ავტომობილის ჩამოყვანას და ამისთვის საყვედური უნდა უთხრა დირექტორს რომ ადამიანი მანქანებს ყიდის და მანქანებს არ უგზავნი შენ წარმოიდგინე პირველი არის ჩაცმა როგორ შეხვდები მომსვლელ კლიენტს იმას შეიძლება ცუდად ესვას მაგრამ შენ ხო აქ დირექტორი ხარ მენეჯერი ხარ შენ უნდა დახვდე სვეცკად და ეს უნდა კონდეს გაწკრიალებული ყველაფერი და ამიტომაც ყიდულობენ აქ მანქანას აი ახლა შეხედეთ ავტომობილი არ აყავს ერთი ადგილი ორი ადგილი სამი ადგილი და ამისთვის კოტე დაჭკბოდი აქ